გამარჯობა, თქვენ უყურებთ უსმენთ ჯაფარას პოდკასტს. გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეო და ლაიქოთ. ასევე დიდი მადლობა მინდა უთხრა პატრიონზე ჩვენ ხარდამჭერებს. პატრიონის ლინკი აღწერაში იქნება. და დღეს სტუმარია ბექამ შულდაძე, ასევე იუთუბერი. ძალიან საინტერესო არხის ვისი გორის ახარს ერთ-ერთი ავტორი და წამყვანი, ხო? ერთ-ერთი ავტორი ესე იქნება. და დღეს ვისაუბრებთ ქართულ გვარებზე, გვარების წარმომავლობაზე. ამ არხის ლინკიც იქნება აღწერაში მითითებული, ვისაც ეს თემატიკა გაინტერესებთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ და დავიწყოთ. დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან გამიხარდა რომ გვიყურებთ და ნახეთ ეს ყველაფერი და დიდი მადლობა ამისთვის რომ გადაცემაში მოგვიწვია. ხო, მე რო აღმოჩინე დიდი ხანი არის თქვენი არხი აღმოჩნდა, შემთხვევით YouTube-ზე წავაწყდი და მგონია რომ უფრო მეტი დაინტერესება უნდა გქონდეს, ალბათ ჯერ რაღაცა ისეთი ვიდეო არ გამოჩნდა, რომელიც გაისვრის, ასე ვთქვათ, თორე მეტ გამომწერს იმსახურებთ, ასე მგონია და მეტ ნახვებს და აი ჩვენ მაყურებელიც გაგიცნობთ ახლა. დაალაგებულად მიყვეთ ყველაფერს, არ გვინდა რომ ერთ დღეში რაღაც პოპულარული გახდეს, ეს არც არის ჩვენი მიზანი, იმიტომ რომ ვიხსენებით რომ ისტორიას ვაკეთებთ და ნელ-ნელა გვჩვენია განმოვითაროთ ეს ყველაფერი და ხალხმაც ნელ-ნელა გაიგოს და უფრო დიდი საფუძველი ქონდეს ამ ყველაფერს, ვიდრე უცებ რაღაც პოპულარულები გახდებიან, ეს არ არის ჩვენი მიზანი. როგორ დაიწყეთ? მოდი თავიდან მივყვეთ, ეს არხი საერთოდ რატო გააკეთეთ? ანუ გვარების ისტორია მაინტერესებდა ყოველთვის, მაგრამ ბიცოლამ მომიყვა ერთ-ერთ გვარზე, რომელსაც პატრიოტიზმისგანაც პირველი გადაცემა მიუძღვნით ტაბაშაძეებს. ტაბაშაძეების შესახებ მომიყვა ძალიან კარგი ისტორია და იმის შემდეგ სულ მქონდა გონებაში, რომ რახან ტაბაშაძეებს აქვს კარგი ისტორია, შეიძლება სხვა გვარსაც გქონდეს, სხვა გვარსაც ესე ვკითხულობდი ხოლმე და მომწონდა ეს ყველაფერი და ეს იდეა გაუზიარა ჩემ ერთ-ერთ ძმაკაც, რომელიც არის ოპერატორი ჩვენი გადაცემის რომას და სოფელში ვიყავით, ჩემთან ჰამაკში ვზივართ, დილა არის, რაღაც ფიქრობს რა გავაფუჭოთ, რა გავაკეთოთ და მითხრა მოდიო დავიწყოთ რა ეს გადაცემაო, კამერა გვაქვსო, წამოღებული ოპერატორები ვართო და ვცადოთო რა და კარგი ვცადოთ მეთქი, მაგრამ ან რა დავარქვათ, ვიცი გორის ახალის, მე მოვიდა უკვე რომ ჩავწერეთ გადაცემები რამოდენიმე. ცადოთ და თუ გამოვა, მაგრამ იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ მე უნდა ვინ უნდა იყოს სამყვანი მეთქი და შენო რა, რახან შენი იდეა არისო და მეთქი ოპერატორი ვარ, კამერის უკან ვიცი როგორ მუშაობ, მაგრამ კამერის წინ მეშინია მეთქი რაღაცა არც გამოცდილება მაქვს და არაფერი და ლაპარაკი არ გეშლებაო და თუ რამე შეგეშლება თავიდან ჩავწეროთ და მოდიო დავიწყოთ და ბოლო-ბოლო ან შევცვლით მე რაღაც გამოვა და დავიწყეთ ესე და მგონი გამოგვდის რა. ჯერჯერობით რა გცვლიან? ჯერჯერობით შევცვლი. მე როგორ იწყებ ხოლმე გვარის, ანუ რისი მიხედვით არჩევ გვარს, რა რაღაცა სისტემას მიყვები, რამე ლოგიკას მიყვები თუ? ნუ ძირითადად ხო სამეგობრო წლიდან მოდის ყველაფერი იდეები რომ საუბრობთ ხოლმე და ესე რომ ალფავიტის მიხედვით მიყვეთ, ეგეც ესე არ არის. ანუ პირველ რიგში ვინც ვიცოდი აი რაც იქ ჰამაკში დაიბადა ეს იდეა რომ მოდი დავიწყოთ დღესვე და აღარ გადავდოთ. ვინც ვიცოდი ჩვენ სოფელში ისტორიკოსი ვინც იყო და კარგი მთხრობელი იქნებოდა, დავიწყე ესეთი ხალხით მე პირველივე დღეებშივე მოგვიწია სვანეთში ეს დაგეგმილი მქონდა რომ გვინდოდა მესტიაში უბრალოდ მოგვენახულებია იქაურობა, გადაგვეყო ამაზე კადრები და იქაც ერთი რომარატიანი არის ჩვენი ძმაკაცი, დაგვეხმარა რომ ბიჭო, ბარემ მოდი აქაც სადოთ ვკითხოთ ხალხსა და იქაც ესე გამოკითხეთ რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად იცოდა თავიანთი გვარის ისტორია, მოგვიყვანა დავიწყეთ ესე და იმის შემდეგ უკვე გიკავშირდებიან და ვაკეთებთ მუშაობთ სხვადასხვა გვარებზე. რამდენი ვიდეო გვაქვს უკვე რამდენ გვარზე გაკეთებული? დაახლოებით 30 გვარზე უკვე 30 გვარი უკვე დადებული გვაქვს გადაცემა, მაგრამ უფრო მეტზე პარალელურად ვმუშაობთ. ხა რამოდენიმე გვარზე ვმუშაობთ პარალელურად. რაღაცა ის გამოგიმუშავდა უკვე რომ რაღაც ადამიანის გაიცნობდა გვარს, გაიგებ უკვე რაღაცა რო იცი მასზე რაღაც ეს შეგეძნება არ გააქვს. თვითონ პიროვნებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იმდენად ჩაშლადი არის ეს თემა და იმდენი რამე იკვეთება მე რომ ისეთი განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მე შეიძლება წარმოსახვა რაღაც ყოველთვის დაგიბადოს, მაგრამ ისეთი არაფერი რომ იმის გამო ვიხემძღვანელო და შთაბეჭდილება მქონდეს წინასწარ, არაფერი იქით ყოველთვის კარგი განწყობით მივდივარ ყველასთან. შენ თქვი ტაბაშაძეები იყო პირველი რომელიც აიჭი ხო გადასაღებად და რა ისტორია არის ყოველმასაც რომ ტაბაშაძეებს აქვს ერთ-ერთი ისტორია სალოცავი აქვს სადაც ირემი ჩამოდიოდა ყოველ წელიწადს ერთ-ერთ კონკრეტულ ადგილას ამ სალოცავთან
3 წელს დაარტყავდა ტაძარს, დაიჩოქებდა, ნაცოხარს ამოიღებდა და ესე თავს ისე უხრიდა, რომ აი თქოს დამკალითო და კლავდნენ და მთელი სოფლის მოსახლეობას ეპატიჟებდნენ, ნადიმს შლიდნენ. და ერთ-ერთ დღეს ესეთი გადმოცემა არსებობს, რომ როდესაც ირემი მოვიდა დააგვიანა, ანუ თქვათ, ყოველ წელიწადს როდესაც ჩამოდიოდა 3 საათზე ჩამოდიოდა და დააგვიანა რამოდენიმე საათით 6-ზე ჩამოვიდა და ეს ტაბაშაძეები ფიცხი ხალხი ვარ თუ ესე მითხრეს და ესეთი გადმოცემა არსებობს, რომ ტაბაშაძემ კი არ დაკლაო, მოკლაო ირემიო და ფეხი დაარტყა და ანუ არაცადა ეს რიტუალის შესრულება და მოკლა და ამიტომ დაიწყევლა იმ ირემმა რომ გაწყდესო ტაბაშაძეების ყველა წარმომადგენელიო, ესე მოგვიყვეს ეს ისტორია და მართლაც ესე მოხდა და ერთ-ერთი ბავშვი რომელიც მუცელში იყო თითქმის ყველა ტაბაშაძე აღარ იყო დედამიწაზე და ამ ქალმა სთხოვა უფალს რომ ყოველ წელიწად 3 წლიან ხარს დაგიკლაო რასაც ასრულებენ დღემდე ტაბაშაძეები ოღონდ ეს ბავშვი მუცელში ბიჭი იქნება თუ გოგო იქნება მე ხო არ ვიციო ვინ იქნებაო და დაიბადა ლევან ტაბაშაძე რომლისგანაც გამრავლდა ეს გვარი და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ირმის ჩამოსვლა და ეხლაც როგორც გითხრეს გადაღებულიც აქვს ეს ყველაფერი ხარი ასრულებს იგივე რიტუალს რასაც ასრულებდა ირემი რომ ეს შემოარტყავს 3 წრეს ტაძარს ნაცოხარს ამიღებს თავს დახრის და ამერეკლავენ და რამოდენიმე გვარს ეპატიჟებიან განსაკუთრებულად მსხვილიძეებს, ნატრიაშვილებს და მარგველაშვილებს, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი გადამრჩენელი გვარები ვამბობენ, რადგან ეს ლევან ტაბაშაძე ვინც დაიბადა, ამ გვარებმა შეიფარეს სოფლის მოსახლეობამ და გაზარდეს ეს ბიჭი და იმის შემდეგ უკვე გამრავლდნენ ტაბაშაძეები. ეს ვიდეო ნახე გააქვთ? ვიდეო ნახე ხარიც როგორ ასრულებს ეს ვიდეო არ მაქვს ნახე ამაზე და იქ არ ჩაგვისვია ეს ყველაფერი იმდენად დეტალურად ყვებოდით რომ მე მოგაწოდეს ეს და ჩვენ ვიდეოში არ არის მაგრამ ის არსებობს ესეთი ეს საინტერესო იყო ჩვენთვის თავიდანვე და აქედან გამომდინარე პატივისცემის ნიშნად პირველი გვარი გავაკეთეთ ვიმუშავეთ სად არის ხანში არის ბაღდათის სოფელ ხანში არის ეს ყველაფერი ყელვაკეში რაღაცა ის მოყვება რაღაცა გენებთან რაღაცა კავშირში არის აი გვარი რაღაც განსაზღვროს მაინც ადამიანს როგორ რა თქმა უნდა გენეტიკა შენ დაკვირვებითაც აქამდე გენეტიკა ყოველთვის განსაზღვროს და ვაწყდებით ესეთ თემებს რომ ერთ-ერთი გვარი მესტიაში მოხდა ესეც ნაკანებზე რომ მუშაობდით მანამდე გქონდა ნაკაშიძეებზე ამ შევარი და სხვა გვარებზე და დავადგინეთ რომ ამ ერთი გვარიდან არის დაახლოებით 7 გვარი წარმოშობილი რომლებიც აი მაგალითად გითხრეს რომ ორი ბიჭი, ძმები, სვანეთიდან რაღაც შეტაკების დროს წაიყვანეს, თავს გაიქცნენ, ჩაიყვანეს გურიის სამთავროში, სადაც ნაკაშიძეებმა შეიფარეს ეს ორი ძმა ნაკანები. და მოხდა ესეთი რამე, რომ კითხულობდნენ ეს ბავშვები ვისი არიან, როგორები არიანო, რო არ გაიმხილათ, რო არ მისულიყო თავოდის ყურამდე ეს ყველაფერი, ამბობდნენ რომ კაი გვარიშვილები არიანო ესენიო და შეერქვათ, ანუ ერთ-ერთი ძმა დარჩა კაი გვარიშვილზე, მეორე ძმას ნაკაშიძე მისცეს გვარი და ანუ კაი გვარიშვილები და ნაკაშიძეების ის შტო, რომელიც ამ ბიჭებიდან არიან, სინამდვილეში არიან ნაკანები და ეს ერთ-ერთი პარალელი იყო, რომ მოგვიწია ორ გვარზე მუშაობა, სადაც გავარკვიეთ და სასიხარულო არის რა ეს ფაქტი, რომ დავუკავშირდით იქვე გავაჩერე, რომ მოიცა მეთქი ის ორი ძმა ნაკანები იყვნენ თქო, იმიტომ რომ ეს არც ნაკაშიძეებმა არ იცოდნენ სინამდვილეში რა გვარები ჩამოვიდნენ სვანეთიდან, ანუ ეხლა აღარ არის შემონახული და ჩვენ ამას მივაკვლიეთ და ძალიან სასიხარულო ამბავი იყო. როდიდან იწყება საერთოდ საქართველოში გვარები? გვარები საქართველოში, მარტო საქართველოში არ ნახე, მოდი შორიდან დავიწყებ ამის ახსნას, რომ Google-შიც, Wikipedia-შიც რო დასერჩო, გეუბნება, რომ შუა საუკუნეებიდან დაახლოებით მე-11 საუკუნიდან იწყება ამ შესახებ, მაგრამ იტალიიდან ხო ეს? იტალიიდან რაც Wikipedia-ში მაქვს ნახე ხო? მაგრამ ეგ ჩავხსენით, თავიდან ეგრე გქონდა, მაგრამ ნახე ყავს მე-8 საუკუნეში მოწამეები, ძმები მხეიძეები, დავითი და კონსტანტინე, მოწამეთა ტაძარი, სადაც არის ქუთაისთან ახლოს. ანუ ჩვენთან უფრო მანამდე არის გვარი დაფიქსირებული ბღებრიშვილი, რომელიც მე-5 საუკუნეში ერთ-ერთ ციხეზე გადახტა, გააყარდა და გაანთავისუფლა და აიღეს ჩვენებმა ის ციხესიმაგრე და არის ერთ-ერთი გვარი, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, დაფიქსირებული არის პირველად ვამბობ შენ გადაცემაში ამას.
ჯერ არც ჩემ გადაცემაში არ გავგიჟღერებია 10 წელი ვიწყებთ ამაზე, მაგრამ უკვე მოკლეული გვაქვს ძალიან ბევრი მასალა. ბატონმა გოჩა ჭელიძემ მოგვაწოდა ამაზე ინფორმაცია. მეოთხე მესამე საუკუნეებში თარიღდება გვარი ხურციძე. ხურციძე? რომელიც ერთ-ერთ უძველეს გვარად ითვლება. დაფიქსირებული ყოველ შემთხვევაში ეს სად არის დაფიქსირებული? არქივებში. არა, ანუ რეგიონი ადგილი სად თუ ჯერ მაგამდე არის. ჯერ მაგას უკვე შემდეგ გადაცემაში. უკვე თქვენ გადაცემაში, კი ბატონო. თქვათ გვარებს ადრე გასაგებია რაღაცა მიზეზები შეიძლება იპოვო, რატო ქმნიდნენ გვარებს, რომ რაღაცა მეორადი სახელი გახდა საჭირო. ვინ საიდან მოდიოდა და წარმომავლობა და ასე შემდეგ. დღეს თანამედროვე სამყაროში არის რაღაც ამის მნიშვნელობა ხო არ იკარგება ნელ-ნელა, რას გვაძლევს ის, რომ შევინარჩუნოთ გვარი, ვიცოდეთ გვარების ისტორიები. არა, სხვათა შორის ბევრს უკითხავს მსგავს შეკითხვა, მაგრამ თანამედროვეობა იმას პირიქით პასუხობს ამ ყველაფერს, რომ ახალგაზრდები ძალიან მაგარი თაობები მოდიან. ნუ ძველ თაობას თუ კითხო, აი ეს რა თაობა მოდის და აი მე და რა გვეშველება, მაგრამ მე რაც ვაკვირდები, ისეთი მაგარი თაობები მოდის, რომ ახალგაზრდებს აინტერესებს თავიანთი გვარის წარმოშობა და ინტერესდებიან ამ ყველაფრით და უფრო წინ მივიწევთ ამ კუთხით. ამ გვარების ისტორიების ძებნაში და გამოკვლევაში რაღაცა საქართველოზე იყო რამე რაღაცა რაც აღმოაჩინეთ ახალი კუთხით დაინახეთ საქართველოს ისტორია. ძალიან ბევრი რამე აღმოაჩინეთ, რაც ძალიან კარგი არის და ერთ-ერთი მინდა ხაზი გაუსვა, რაც ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ვიმუშავეთ, ჭელიძეების გვარზე ვიმუშავდით და ბატონმა გოჩა ჭელიძემ გითხრა, რომ ცემენტი გამოიგონა ბატონმა იგორ ჭელიძემ მოსკოვშიო და ის ჩავიკითხე მე კიდე რომ მართლა ისე არის არ არის ნუ კომენტარებშიც ბევრი შეგხვდა რომ აქ არ გამოგონია სხვაგან გამოიგონეს მაგრამ თქვენი გადაცემით მინდა ვისარგებლო და ვიტყვი რომ ცემენტი ნამდვილად გამოიგონა იგორ ჭელიძემ უბრალოდ დაპატენტება მოხდა სხვის მიერ სხვა კონტინენტზე უფრო ადრე ვიდრე მან დააპატენტა ეს მაგრამ აქაც შეიძლება გავყოთ ის რომ სხვამ რაც მოიგონა არის პორტლარ ცემენტი და იგორმა რაც მოიგონა არის ჰიდრაულიკური ცემენტი რაც კაშხლების მშენებლობის დროს გამოიყენება აი მაგალითად ინგურჰესიც მისი რეცეპტით არის აშენებული ცემენტის რეცეპტით ხო მე არ ვიცოდი რაც ამაყო არის ძალიან რომ ქართულმა გამოიგონა ცემენტი ხო და რამდენი ადამიანია კიდე ესეთი როდესაც ცოტა ხნის წინ იყო რაღაცა აღმოაჩინე რა იყო ამერიკაში იყო რაღაცა ჯორჯ კობის ხო სახელმწიფო განათებებზე ნატურები არის მოგი თუ კობი თუ კობე ხო როგორ კობი ის იყო კობახიძე იყო ხო და ეს გირლანდებსაც ვეძახით რა მოკლედ სახელმწიფო ნაძვისხის განათებებზე იყო ხო გამიგონა ჯორჯ კობი მაგის გარდა ბევრი გამოგონება აქვს კიდე რები არის კიდე თუ ვიცი ესე არ მოხსოვს მაგრამ ისტორია რო წავიკითხე ძალიან ბევრი რამე აქვს და რო ვიცი რომ კობახიძეების გვარზე რომ ვიმუშავებ ეკაცი აუცილებლად უნდა ვახსენო თქვა აი გვარის დაბოლოება რა შვილი იქნება თუ ძე იქნება ეს ამასაც აქვს რაღაცა თავისი ახსნა ვინ შვილის თეატრ თავდებოდა ძეთი თეატრ თავდებოდა ნუ რაღაც ახსნა აქვს რა თქმა უნდა ძითაც ამეგრელოში იათი დამთავრებული ხდება იმერეთში ძეთი კახეთში შვილით მაგრამ თლად ესეც არ არის იმიტომ რომ სვანეთში ხდება შვილით დამთავრებული გვარები ძეზე დამთავრებული გვარები იმერეთში ხდება შვილზე დამთავრებული და კახეთში ძალიან დიდი რაოდენობა ძეზე მთავრდება არა მარტო შვილზე და რატო და იყო რაღაც კონკრეტული მნიშვნელობა არ ქონდა ამას თუ უბრალოდ რეგიონში როგორც იყო რეგიონში როგორც ამბობდნენ ანუ ძირითადი მიმდინარეობა ეგრე იყო აი მაგალითად ბასილაძეები იყო ვინმე ბასილა და ბასილას ძე და წამოვიდა ბასილაძე მაგრამ იყო ასევე სხვაგან ბასილა რომელსაც ბასილას შვილები ეწოდათ და ბასილას შვილები გახდნენ და ამის შვილები და ესე კონკრეტული ფორმულა არ არსებობს ამისი თუ რატო არის ამა თუ იმ კუთხეში ესეთი ეს გვარი. ჯაფარიძეებზე ხო რა პირებ გაკეთებას უახლოეს მომავალში? ჯაფარიძეებზე უახლოეს მომავალში რა კითხვა, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ გაკეთებას, იმიტომ რომ მესტია ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი არის სვანეთი, სამუშაო ძალიან კარგი არის და ვაპირებთ რომ ჩავიდეთ. შენ საიდან ხარ? მესტიიდან. ანუ სვანი ჯაფარიძე. კი ბატონო. ძალიან ბევრი არიან რაჭაში. კი რაჭაში, იმერეთშიც, კახეთშიც ვიცი, ანუ და საქართველოში არიან. აუცილებლად ვაპირებთ, მაგრამ როდის ამას ვერ შეგვიძლია. ხო, წინასწარ ხო არის რაღაც წარმომავლობა ჯაფარიძეების. ამ ეტაპზე ვიცი რომ დაახლოებით 8000 ადამიანი ხართ. ჯაფარიძის გვარის მატარებელი შეიძლება უფრო მეტი იყოს, იმიტომ რომ ახლანდელი მონაცემები 9 წლის წინანდელი მონაცემები არის ეს.
და წინასწარი მონახაზი ისე არა გვაქვს. აი მუშაობის პროცესში ვერ ყვევით ხოლმე. დაველოდები დიდი სიამოვნებით, დიდი ინტერესით, უბრალოდ. საიდან იწყებ ხოლმე მოკვლევას? აი პირველი ის რა არის, კაი Google-ში ჩაწერ გვარს ალბათ, მე რაღაცა არა? Google-ში არა. სანაცნობოში ვეძებ ხოლმე პირველ რიგში. პირველ რიგში ჩემ სანაცნობოში მოვიკითხავ, თუ ვიპოვე ესეთი გვარის თანხმობა, ისედაც ხომ ახსოვს რა ვის ნუ და ვის არა, გამოვკითხავ და ძირითადად როგორ ხდება უკავშირდებიან თავიანთი გვარის წარმომადგენლებს, რომელმაც მეტი იცის მისი გვარის შესახებ და ესე უფრო გვიმარტივდება ხოლმე მე გაგრძელება ამ ყველაფერს. ნუ ადგილზე ყოფილა რომ აღმოგვიჩენია რომ მარტო აქ კი არა, თუმცა სხვა გვარზე, სხვა ადგილას უნდა წავიდეთ და როგორ წავიდეთ რაღაც მე იგეგმება უკვე ეს ყველაფერი და იყო დრო რომ პირველ ერთ დღეში ვიწყებდით და ვასრულებდით გვარს, მაგრამ ყოფილა რომ რამოდენიმე თვე გაგვიგრძელებია, იმიტომ რომ ერთი კახეთში არის ჩასაწერი, ერთი პიროვნება, ერთი ბათუმში არის ჩასაწერი და ანუ ძალიან შრომატევადი არის ეს ყველაფერი. თან ამას თქვენი სახსრებით აკეთებთ ენთუზიაზმზე? ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ დაახლოებით, კაი დიდი თანხა გვიჭდება. არ დავასახელებ კონკრეტულ თანხას, მაგრამ ანუ რო გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, აბა ამ გვარზე რას მეტყვი? კარგი რა, ანუ ამ გვარზე რას გეტყვი, ხა ზეპირად არ ამგონია ვინმე გვარზე სრული ინფორმაცია იცოდეს, ჩემ გვარზეც არ ვიცოდი ესე, მაგრამ რო ვეუბნები რომ აი დაგვიკავშირდით, აგიხსნით რა არის გასაკეთებელი თქვენი მხრიდან რა ისა, მე უკვე ადვილად მიდის ეს ყველაფერი. რამდენი ადამიანი მუშაობთ ამ არხზე? ხა ორნი ხართ ამჯერად? 3 ადამიანი მუშაობთ ამ პროექტზე. მე, ივანე და რომა. ყველაზე იშვიათი გვარი რამე ესეთი შეხვედრია? ან თუ აპირებს რამე მოიწია? იშვიათი გვარები შეხვედრია, მაგრამ როგორც ჩანს, იქაური მაცხოვრებლებისთვის ეს არ არის იშვიათი, ჩემთვის არის ხოლმე და ამიტომ კონკრეტულად ვერ გამოვყოფ და ვერ დავასახელებ. მაგრამ შეხვედრია ესეთი გვარები, სადაც 100, 150, 200 ადამიანი არის, მაგალითად სვანეთში ვიყავით ერთ-ერთ სოფელში და ხაფთანის გვარზე მუშაობდით, სულ 203 ადამიანი არის რეგისტრირებული დღესდღეობით ამ გვარზე და ქალბატონივით ჩავწერეთ, ამ ზაფხულს ჩავწერეთ, უკვე აღარ არის. ამიტომ შეიძლება კიდე გამოვაკეთოთ ან მიემატოთ გვარში ვინმე. ყველაზე პატარა გვარი ერთ-ერთი რაც მახსენდება ეგ არის. ძალიან საინტერესო არის ხო მაგალითად ახლა ბოლოს ერთ-ერთი ბოლო რაც ნახე გვარლიანების გვარზე იყო და იქ ქალბატონი ყვებოდა როგორც ბოლოს ერთი გვარლიანი რო დარჩა და იმან მე როგორ გადაარჩინა ეს გვარი და რაღაცა ორი შვილი რო წაიყვანა რო გახიზნა ჩაკეტა ესეც შავჭირი იყო სავარაუდოდ გავრცელებული ხო არ ქონოდა შეხება სხვა ხალხთან რომ ეს ბავშვებიც არ დაავადებულიყო ამ შავი ჭირით და რაღაც კალა მიქონდაო, მადან კალაო ეგრე ეძახიანო სვანებიო, ქალბატონმა ნადე მოგვიყო ეს ყველაფერი რომ მიქონდა, აჭმევდა წყალი მიქონდა და ნუ წამოზარდა და როცა ჩავმაჭირმა გადაიარა, მე უკვე ჩამოვიდნენ და გამრავლდნენ ისე. ხო, ამ ხელა ადამიანური ამბები არის, მე ამ გვარების უკან. კი, ანუ სიტყვიერად ძალიან ბევრი რამე არის შემონახული. ხო, ეხლა უცებ ფურცელზე ერთი წინადადება იყოს, რომ ესე მოხდა და მე აქედან გრძელდება იქ, მაგრამ ის ერთი წინადადება ადამიანების ეს არის ცხოვრება არის და გვეხმარებიან, ანუ ვიშველიებთ ხოლმე კვლევარებს, საქართველოში ძალიან მაგარი კვლევარები ყავს, გვარების ისტორიებს ვინციკლოვენ და ვიშველიებთ ხოლმე ამ ხალხს უკავშირდებით აი ამ გვარზე რა ინფორმაციას მოგწვით, რომლებიც არქივში იძიებენ ამ ყველაფერს, ან უკვე მოძიებული აქვთ და გვაწვდიან ხოლმე. მაგრამ ვცდილობთ ზეპირ სიტყვიერად რაც არის შემოჩენილი უხუცესებში ეს ყველაფერი გავაცოცხლოთ, იმიტომ რომ ის არც არ არის დაწერილი, უბრალოდ ბაბუმ ესე გადმოსცა ისტორია. სვანეთში და მთიან ხალხშიც ალბათ განსაკუთრებით აქვს სიყვარული თავისი გვარის და ისტორიების და ძალიან კარგი სამუშაო არის. იქ ალბათ სამუშაოდ ხო ეგ უნდა მეთქვა ესე თვითონ მოდიან ამაზე რომ მოგიყვნენ ხო? იამაყებათ ყველა სვანს იამაყება თავისი გვარი და ძირითადად ცდილობენ რომ ყველა მიცოდეს ოჯახში თავიანთი გვარის წარმომავლობა. ბადიშებს ეძახიან, ანუ განაყარები და ასე შემდეგ ყველაფერი იციან. ალბათ სისხლის ვარიანტში სისხლს რო ძალიან იცავენ, ძალიან სამაყვარი რომ ეს ყველაფერი კარგად იციან, ძალიან ადვილია მუშაობა ამ ხრივ. ხო, მაგრამ ძალიან ფაქიზი თემაც არის და რაღაცა ისეთ თემას ეხებით, რომ იქ პატარა გადაცნობა, რაღაცა არასწორი ინფორმაცია რო გააჟღეროთ, ძალიან ბევრი იმ გვარის ადამიანი ძალიან ბევრი მტკივნეულად აღიქვამს ამას. კი, ამიტომ ეგეთიც იქნება.
მარტო ერთ ადამიანს არ ვიკითხებით ამ ყველაფერს და ძირითადად სანამ გადაცემა დამონტაჟდება და დაიდება, მანამდე თითქმის გვარის ყველა წარმომადგენელმა იცის თუ რაზე არის საუბარი იქ და თუ რაღაც კარგი ისტორია არის, რასაც გვიყვებიან ძირითადად რომც არ იცოდეს ვინმე გვარში, მაინც იამაყებათ. ჩვენგან იგებენ. სანამ ჩაწერას დავიწყებდით, მომდი ახსენე რომ ადამიანთან ინარჩუნ, ბევრი ადამიანი გაიცანით რეგიონებში, ასე ვთქვათ და დაუახლოვდით, ხო? ვიდეოების კეთებისას. ჯერ იქ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი დრო მე გადაღების მე მიაქ ხოლმე. მიპატიჟებას და ძალიან საინტერესო არის. ხო, ცალკე კიდევ ისეთ დროს ატარებთ იქ, რაც კადრის მიღმარჩება. კი, ძალიან საინტერესო არის, რატო პირველ რიგში რომ ძირითადად გვარები, ვისაც გვაქვს შეხება, უკავშირდებიან ისეთ პიროვნებებს, რომლებიც აი პირდაპირ გაგებით კარგი და მაგარი ხალხი არიან რა. გვიწევს ამ კარგ და მაგარ ხალხთან ურთიერთობა და თავის გვარის სამაყო წარმომადგენლებს გაკავშირებენ და ძირითადად ყველაზე რთული ამ გადაცემაში ერთ-ერთი სუფრის თავიდან აცილება არის და ამ სუფრაზე ყოფილა ხოლმე ისეთ რაღაცა წამოუჭრია თემა რომ მოიცა ეგ არ უგითხოვს გადაცემაში და მოდი თავიდან დავსწრეთ და კიდე გავაკეთოთ იმიტომ რომ რაღაც გამოგჩა და მე სუფრასთან გავარკვიეთ ეს ყველაფერი და არიან ხალხი რომლებიც აი მე პირდაპირ მეგობრობას გთავაზობენ რომ ისეთ მაგარ საქმეს აკეთებ და ისტორიას ქმნით რომ მოდიო ვიმეგობროთ და აი ხალხს მიგვიწვიეს კიდევაც თუმრად აქ თბილისში ოჯახში რომ მოდი როგორ გავწყვიტოთ კავშირი ყოველწლიურად რაღაც ტრადიციად დავამკვიდროთ რომ ჩვენთან ოჯახში თქვენი გადაცემის ბიჭების თუმრად უნდა იყოთ და ესეთი მეგობრობა ძალიან კარგი არის ესეთ ხალხს ვიხმართ კიდევ ისეთ რამეში რომ რეგიონებში რომ ჩავდივართ პირველ რიგში უკავშირდებით რომ აბა თქვენ ხო არის იმ გვარზე რამე და ერთგვარი მეგობრობა გვიყალიბდება ესეთ კარგ ხალხთან. თქვენ თბილისში თბილისელები ხართ, თბილისში მუშაობთ, თბილისში გავიზარდეთ, კი, აქაურები ვართ, მაგრამ მე იმერელი ვარ, გაგანია იმერელი ვარ, ოპერატორი გაგანია რაჭველი მყავს და ერთი სოფთა კახელია. ხო, და ის კითხვა მინდა იცი, თბილისი თითქოს რაღაცა მოწყვეტილია, სხვანაირი სამყაროა და თბილისო გაცდები სხვანაირი არის ხოლმე საქართველოს და აი ეს განსხვავება რას ხედავთ ხოლმე აი რეგიონებში როცა გიწევთ ეს ხშირად სიარული. როგორია თბილი გარემო არის, რაც არ უნდა ყინვა და სიცივეში მოგვიწიოს ვინმეს შეწერა, ბევრად უფრო თბილი გარემოა, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან გულით გვხვდებიან და უხარიათ რაც ვაკეთებს და აქედან გამომდინარე ალბათ გადაცემის ფორმატი გვაქვს ისეთი რომ არასოდეს ადამიანს არ გაიხარდეს მივიდეთ და აუხსნათ რაზე უნდა ჩავწყიროთ და უარი გითხრას ან რა ესეთი. სითფო არის თბილისთან განსხვავებით მეტი. მაგრამ თბილისშიც გქონია ჩაწერები იმიტომ რომ გვარის წარმომადგენლები ძირითადად მეცნიერები და ცოტა ისეთი გამოჩენილი ხალხი ვინც არის ხოლმე ძირითადად სამთრის პერიოდში თბილისში არიან ხოლმე და აქაც გვიწევს ჩაწერა ხალხს. შემდეგი რეგიონი გაქვთ არჩეული სადაპიროს წასვლა. შემდეგი რეგიონი ზუსტად ვიცი რომ ზესტაფონში უნდა ჩავიდეთ, ერთ-ერთ გვარზე გვაქვს დაწყებული კვლევა და ერთ-ერთი სკოლა არის იმ გვარის მატარებელი, რომელზეც მუშაობ ჩალობელიძეების გვარზე და ამიტომ უნდა ჩავწეროთ მათი ოჯახის წევრები თუ რატო არის ეს სკოლა მისი გვარის სახელობის და რა მოხდა. გვარების შექმნაში თქვათ ერთი პრინციპი იყო პროფესიიდან გამომდინარე გვარები იყო ხო როგორც ვიცი. კი, პროფესიიდან, ძირითადად სახელებიდან და გვარებიდან, სახელებიდან მოდის და ადგილმდებარეობიდან. ხო, ადგილმდებარეობიდანაც. მეტსახელებიდანაც მოდის და ეს პროფესიიდან გამომდინარეც არის, აი მაგალითად კურტანიძესთან ერთ-ერთ კარგ კვლევართან მქონდა ისტორიკოსთან ჩვენ გადაცემა და მან გითხრა რომ მე კურტანეები იყვნენ, ანუ კურტანი იყო ესეთი ჩანთას რო ვეძახით ახლა გადასაკიდრებულ საქმეს რო ვეძახით, ესეთი ჩანთა იყო კურტანი და ამებს აკეთებდნენ და ყიდნენ და შეთქვათ მე კურტანეები და მე კურტანეები გახდნენ კურტანიძეები. ხო, ჭედლიძე მაგალითად. ჭედლები იყვნენ მაგალითად და არიან გვარები ნულობით სხვა და ანუ მრავალფუძიანი გვარები არის. შეიძლება ჭედლიძეები იყვნენ ჭედლები ნაწამოსული, მაგრამ ჭედლიძების რაღაც ჭტო საერთოდ სხვა განხრიდან იყოს ჭედლიძე და აქედან გამომდინარე მაგიტო არის ჩვენი გადაცემა საინტერესო რომ მარტო ერთ რაღაცას არ ვიმუშავებთ თითქმის მთელი გვარის ისტორიას ვიკვლევთ რომ საიდან მოხდა გამრავლება, სად მოხდა და რატო მოხდა და რას უკავშირდება ეს ყველაფერი. ესეთ რამ ხო გაგიგეთ ბოლო გვარი რომელიც წარმოიშვა, ანუ ეხლა აღარ ხდება გვარების ფორმირება, ხო, მაგრამ დღეს შეიძლება მიხვიდე რომ მაგათ გადაიკეთო ნებისმიერ გვარზე
გვარის გადაკეთება ძალიან მარტივი პროცედურაც არის, შეგიძლია რომ გადაიკეთო. პირველ რიგში იმას გეკითხებიან, პირველად გადაიკეთე თუ არა გვარი, მაგას გეკითხებიან, მაგრამ ესე ბოლოს რომელი დარეგისტრირდა და ამაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს. ხო, მაშინ იგრე შეიძლება ჩვენი საუბრის დროსაც ვიღაც მევიდა ახლა იუსტიციის სახში და დარეგისტრი რაღაც გადაიკეთა, ამიტომ დაზუსტებით ვერ გეტყვი. თვითონ გადაღების პროცესში თუ გქონიათ რაღაცა ესეთი კურიოზები ან რაღაც სირთულეები ან რაღაცა ვერ გადაიღეთ და კურიოზები ხშირად ხდება, მაგრამ ერთ-ერთ სირთულეს გავიხსენებ, ანუ პირველ გვარზე, ტაბეშაძეების გვარზე რომ მუშაობდით, საწნახელი აქვთ მერვე საუკუნით თარიღდება თუ ზუსტად არ მახსოვს საუკუნის ვერ ვიტყვი ზუსტად სამნავიანი საწნახელი აქვს, სადაც უნდათ რომ იქ ჩავწეროთო გადაცემაო და უნდა ჩავსულიყავით მანქანით დელიკა ყავდა დაქირავებული და ანუ პირველივე გადაცემაზე მოხდა ისე რომ დელიკას სანამ არ გადმოვედით მანქანიდან და ერთი მხრიდან ესე არ ჩამოვეკიდეთ მანქანას რო არ გადავარდნილიყო კლდეში მანამდე სხვანაირად ვერ გავიარეთ უბრალოდ და ნუ მანქანაც იღუპებოდა და ზღოლი რა თქმა უნდა და ამ დროს ჩამოკიდებული ვარ მანქანაზე მანქანა მიდის რომ არ გადავარდეს და ამ დროს თავში ფიქრები მიდის ესეთი რომ აი თუ ყველა გადაცემა ესეთი სირთულე უნდა იყოს აზრი აქვს რას ვაკეთებთ ანუ კაი ჩემი თავი ჯანდაბას მე მინდა მაგრამ სხვას რას ვერჩი და ძალიან რთული იყო ამ ყველაფერს გადალახო მაგრამ რო ჩავედით და რაღაც გავაკეთეთ ძალიან მაგრა წავიდა მე ყველაფერი ეგეთ რამებს ვერ ვაწყდებით და ისეთ რაღაცებს ვაწყდებით რომ აი სიწმინდეებიაც გააჩნია გვარებს გვაჩვენებენ აი ამაყობენ ბლატაობენ რა და მეთქი დაცული გაქვს ეს სიწმინდე არაო და ჩემი გადაცემიდან რომ ნახოს ვიღაცამ და წავიდეს და მოკპაროს მე ხომ ცხოვრება ხო ჩემზე უნდა იყო გაბრაზებული რა არ ვთქვათ მეთქი საერთოდ თქო უტოვებთ ხოლმე თავიანთ საგანძურს თვითონ ჩემ გვარზე მოყვები რომ აზრიც არ ვიყავი რომ იმდენჯერ ვარ ნაყოფი სამშვილდეში და აზრი არ ვიყავი რომ სამშვილდიდან შეიძლება ყოფილიყო ჩემი გვარი იმიტომ რომ იმერეთიდან ვარ რა მაგაზე მოგიყვება ხო საკუთარ გვარზეც გაქვს ვიდეო მომზადებული ასე ვთქვათ და გაკეთებული და ეგ როდის მოგაფიქრდა შენ გვარზე გაიხრის მე ხო როგორ არის ცი ანუ რო დავიწყეთ ეს გადაცემა ძალიან ბევრი ადამიანი მithumetes ნათესაობია ჩემი გვარის წარმომადგენლები მშვილდაძეები მიკავშირდებოდნენ რომ ჩვენი გვარზე როდის უნდა იმუშაო რატო არ აკეთებ რატო და ცოტა ესე ამპარტამულად რო არ გამოსვლა და პირველივე ჩემ გვარზე არ ვიმუშავე რა მე რამდენი იყო ზუსტად ესე არც მახსოვს სადაც მე-17 ან მე-19 იყო და საინტერესო რასაც მივაკლია მე ვიცოდი ჩემი შტოს ისტორია ძალიან კარგად რაც გადაცემაში არის მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი რომ ჩემი გვარი იმერეთიდან ვართ ოფჩელები ვართ ძირითადად შვილდაძეები მაგრამ სამშვილდეს თუ რამენაირად უკავშირდებოდა არ მეგონა და მე-13 საუკუნეში აშენებული ტაძარი სამშვილდესთან ახლოს მივაკლიეთ სადაც ეპისკოპოსი მოღვაწეობდა არსენ შვილდაისძე წერია მე-13 საუკუნის ტაძარში ანუ შენარჩუნებული არის ალბათ შემოსევებს გაუძლო ამ ტაძარმა არ არის წაშლილი არაფერი კვალი და იდენაც ასიხარულო იყო რომ ჩემი გვარი წარმომადგენელი ეპისკოპოსი იყო მე-13 საუკუნის 50-იან წლებში ეს მიოგენი ბარელებზე დაწერილი და ძალიან მაგარი არის რომ იკვლევდა ნელ-ნელა რაღაცები იკვეთება რა გვარში რამე ის ეხა შენი გვარი რო გესმის აი ამ ისტორიის ცოდნა რაღაცა შეცვალა შენში რაღაცა თითქოს უფრო მეტად მოქმედებს ვიდრე გონია ჩვენ ესეთი სამახ წარმოადგენა რა შეცვალა ის რომ უფრო ამაყი გამხადა უფრო მეტი რამე გავიგე ჩვენ გვარზე და ამის შემდეგ კიდე უფრო მეტი ახლობელი დამიკავშირდა რომ ჩვენ სხვანაირად ვიცოდით რაღაც და შენ იმდენად დეტალურად და დაზუსტებულად მოგვაწოდე ეს ყველაფერი რომ გვიამაყება უკვე და ერთ-ერთს გავიხსენებ არევაძეების გვარზე მუშაობდით და არევაძეებზე არის ესეთი ის რომ ანუ სკოლაში რომ შევდივართო პატარაობიდან ბულინგის მსხვერპლი ვართო რომ არევაძეები ამრევები იქნებითო რა და დავადგინეთ რომ შაჰ თამას აურიეს ნუ მანამდე რა გვარები იყვნენ შეიძლება გვარსაც არ ატარებდნენ 40 ოჯახმა რომელმაც არ მიიღო მაჰმადიანობა სოფელ შავშეთში ეხლანდელი თურქეთის ტერიტორია არის დახოცეს იქ შაჰ თამაზის ხალხი და ერთ დღეში აიყარა 40 ოჯახი და წამოვიდა საქართველოში დაიდეს ჩიტიგორაზე ბინა და ანუ გავარკვიეთ ის რომ სარწმუნოების დასაცავად არიან ეს ხალხი არევაძეები ანუ რო დაიცვათ ქრისტიანობა არ მიიღოთ მაჰმადიანობა ამიტომ არიან არევაძეები და ძალიან გახარებულები არიან და ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა არევაძეების გვარის მატარებელი რომ
აი მადლობაო რომ ბულინგის მსხვერპლი ვიყავით მთელი ცხოვრებაო ჩვენი შვილებიც ეხლა სკოლაში რო არიან რო აი არევაძე მეუღლეები იქნებოდა ეხლა უკვე ვიცით რომ ისეთი ინფორმაცია მოგვაწოდეო რომ აწო ვიამაყებთო უფრო მეტად ჩვენი გვარით ვიდრე აქამდე ვიცოდით ხო მაგარია ჭელიძეებზეც იყო მე მგონი რაღაცა ხო ან ჭელიძეებზე ვიყავით ოშგულჟიდან დავიწყეთ კვლევა სვანეთში და ვიყავით რაჭაშიც ჭელიშის მონასტერში თავიდან ბოლომდე არ მოხსნა ნახე კი ჭელიშის მონასტერში ვიყავით დავიწყეთ ოშგულიდან სოფელი ბუნყმელიდან ჭელიძეების გვარზე მუშაობა და აღმოჩნდით შემდეგ რაჭაში ჭელიშის მონასტერში და ძალიან მაგარი იყო ის ფაქტი რომ თვითონ მონასტერს ქვია ჭელიშის მონასტერი და დავიწყეთ კვლევა თუ რატო ქვია და აღმოჩნდა რომ ჭელიძეები მსახურობდნენ ბერები იყვნენ იქ ალბათ დიდი რაოდენობით და ძალიან მონასტერსაც ჭელიშის მონასტერი დაერქვა ამის გამო და ძალიან საინტერესო ამ ხრივ ჩვენი გადაცემა რომ რას სახელი ქვია შეიძლება ამ ყველაფერს მივაკვლიოთ ამ გვარების ისტორიით ხო ბევრი ისტორია ჩანს და ბევრი ამბები ჩანს რა ამ გვარების წარმომავლობას როცა ისმენ რა კარგი მოკლედ დანარჩენი უკვე ხარისაც უფრო ფართოდ უნდა მოსმენ ამისი და ამ ისტორიების ჩაძიება უკვე თქვენ აღზე შეუძლია ესე ცალ-ცალკე მოისმინოს და გაყვეს გვარებს მე რა თქმა უნდა რომ აღმოაჩინე ეს არხი პირველი ჩემი გვარი და დაუძებნე იყო თუ არა ვიდეო გაკეთებული და ჯერ არ არის და ამიტომ ველოდები ეხა ახალი რაღაც დანერგვა გადავწყვიტე ამ ეპიზოდიდან ეს არის 102 ეპიზოდი და მე ასე და 101 ეპიზოდში რაღაც ეს გასაუბრებასავით მქონდა ჩემს მერელთან და ესეთი იდეა იყო რომ ყველა სტუმარს ბოლოს რაღაცა ბლიც კითხვებივით დავუსვათ რამდენიმე მე როგორც ტრადიციულად მქონდა ხოლმე რა არის ცხოვრების აზრი და ნუ ამას დაემატა რამდენიმე შეკითხვა რომელიც მაყურებლებმა მომაწოდეს ეს იდეები და უკეთ ასეთი შეკითხვები გვექნება ხოლმე ყველა ეპიზოდის ბოლოს. რაღაც ბლიც ინტერვიუზე გადავდივარ? ხო რა, უბრალოდ ესეთი ხო, ნუ შენ როგორც გინდა ისუპასუხე თუ გინდა სლათ კაშალი ეს ვინ არის ერთი ადამიანი, ვისაც უნდა ვიცოდეთ ყველა საზოგადოებამ და არა ისეთი ცნობილი. თუ შეგიძლია ვინმე ესეთი დაასახელა. ჩემი ერთ-ერთი კომერი არის მხატვარი ბატონი ვანო აბულაძე, რომლის გამოცაც ხატავდა ზოგადად ძალიან ბევრი რამე შემეცვალა მაგკაცის გაცნობიდან ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძალიან მისაბაძი ადამიანია. და უკეთესობისკენ გადავდგინა ბიჭი. ხატვა არის ერთ-ერთი ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ნიჭებიც აღმოაჩინე ჩემ თვალში და ეს ყველაფერი ვიცი რომ ვანო აბულაძის გამო მაქვს. რომ მომეწონა ბავშვობაში მის შემოქმედება. რა არის შენი პირველი მოგონება, რაც გახსენდება? ღრმა ბავშვობიდან. ალბათ ჩემი სოფელი არის ყველაზე ღრმა მოგონება და ჩემი ლუხუტა, მდინარე, რომელიც ეზოში მაქვს სოფელს. და ორჯერების დაჭერა. გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის არსებობის თუ გჯერა? რა თქმა უნდა მჯერა და ვფიქრობ, რომ იმ ქვეყნად გავაგზავნებთ საყვარელი ადამიანების ნახვას და შევხვდებით რა. და ბოლო შეკითხვა, რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი არის ამაზე ვფიქრობდი და ბანალური არ ვიქნებით ხო, მაგრამ სიყვარული ყველაზე მთავარი არის ჩემი აზრით. სიყვარული არის ის მამოძრავებელი ძალა, რაც ყველაფერს გვაკეთებინებს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. იმედია რომ გამომწერების რაოდენობა გაიზრდება თქვენ ახსე და მაყურებლების რაოდენობაც ხარ დაუჭირეთ ამ ადამიანებს ვისი გორისა ხარ ბევრ რამეს გაიგებთ ამ არხიდან ჯერჯერობით ხოლმე ენთუზიაზმზე მუშაობთ და იმედია ეს მალე შეიცვლება სპონსორის გამოგიჩნდებათ იმედია სპონსორი გამოჩნდება იმიტომ რომ ყველა გვარები ვიზაც მუშაობთ ყველა გვარს ყავს თითქმის ეს წარმოადგენელი რომ ეს პირდაპირ გაგებით მილიონერი რო არის რა და თუ მათ ყურამდე მივა ეს ყველაფერი ალბათ ვინმე დაინტერესდება. ხო, საბოლოოდ იქამდე მიხვალთ რომ ყველა ადამიანს შეეხება ერთი ვიდეო მაინც თქვენი არხიდან ახლა. კი, დაახლოებით ახლა რომ დავითვალოთ გვარების მიხედვით რომ დავიანგარიშოთ 30 გვარზე გვაქვს ნამუშევარი და თითო გვარიდან რაღაც რაოდენობა 4 ვითვლით ხოლმე ვინამდენია 200,000 ადამიანს თითქმის შევეხეთ უკვე და აქედან გამოწელი ბევრი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა ვითარდება ეს ყველაფერი და გამოიწერენ ჩვენ არხს ვისი გორისა ხარ.
კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მაყურებელს, რომ გვისმინა. გთხოვთ, რომ არხი გამოიწეროთ ვიდეო და ლაიქოთ და შეხვდებით ერთ კვირაში. მადლობა. ახონდეს.